მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათაც იქს ბიბლიური გზაჯვარედინების, სტუმრად მოწვეული ყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ ვაგრძელებთ ჩვენ დავით მეფის შესახებ თხრობას. ჩვენ დღეს შევეხებით დავით მეფის მეფობის დასასრულის პერიოდს. და აქ აუცილებლად უნდა განვიხილოთ მისი შვილის ადონიას შეთქმულების პერიოდი. მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხავი იკითხება მესამე მეფეთა წიგნის პირველ თავში და აქ წინასწარ გეტყვით, ვის შესახებ იქნება საუბარი. ადონია არის შვილი დავითისა, ერთ-ერთი ქალისგან. აქ ჩვენ ვისაუბრებთ ბერსაბეზე, რომელიც არის სოლომონის დედა, მომავალი მეფის დედა და სადოკ მღვდელი, აბიათარ მღვდელი, იოაბი, ნათან წინასწარმეტყველი. ჩვენ მათ შესახებ წინა გადაცემებში გვაქვს ნალაპარაკები და ვინც უსმენდა მათთვის თითოეული ეს პერსონაჟი ცნობილი არის. მაშასე გიორგი, დავით მეფის მეფობის ხანა დასასრულს უახლოვდება და მეფის კარზე იწყება მზადება მეფობისთვის და აქ ჩნდება ადონია თავისი ინტერესებით, თუმცა მეფეს თავის დროზე სოლომონზე აქვს აქცენტი აღებული და ერთგვარი შეთქმულება და განხეთქილების სურათი იკითხება მესამე მეფეთა პირველ თავში. დიახ, ეს ასეა და საინტერესოა, რომ სწორედ მაშინ იწყება ამ პრობლემის წარმოჩენა, როდესაც დავითი უძლურებაშია უკვე და წმინდა წერილი საუბრობს, რომ ის ვეღარ თვებოდა და მას მოუნახავენ ახალგაზრდა გოგოს აბისაქსომანიტელს, რომელიც განათბობდა მეფეს და ერთგვარად მის ამ იმუნურ სისტემას, ამ სისტემის გაკაჟებას უწყობდა ხელს. ეს დასავლური მედიცინისათვის არ იყო ცნობილი, აღმოსავლური მედიცინა მიცოდა საპირისპირო სქესის მქონე ადამიანთან ურთიერთობა, სისხლის მოძრაობის აჩქარებას იწვევს და ხდება სტიმულირება მისი ორგანიზმისა და ეს არ იყო თანაცხოვრება, პირდაპირ წერია წმინდა წერილში, რომ დავითს არა, უნდა დაწოლილიყო მასთან უნდა დაწოლილიყო, ეს უკვე თერაპიის ერთ-ერთი ის იყო რა, სამედიცინო კუნლობის ერთ-ერთი სახე იყო და ამით ასე თქვა სტიმულირება ხდებოდა დავითის ამ ძალებისა, დავითის რაღაცა ამ ისა ქვია იმუნური სისტემის გაკაჟებისა. გარდა ამისა სხვა მეთოდებიც იყო თავისთავად ცხადია, მაგრამ წმინდა წერილი აბისაქსომანიტელს შეგნებულად ასახელებს როგორც ერთ-ერთ ძალიან ლამაზი იყო. საკითხად სხვათა შორის ეს მხარე ლამაზი ქალებით გამოირჩეოდა. და საერთოდ ისე ცნობილი იყო ეს მხარე ესეთი პირშვენიერი ასულებით და ესეთი ლამაზი გოგონა მოუყვანეს მეფეს, რომელიც აი ასე ვთქვათ, მას უვლიდა და თუმცა ჩვენ შემდეგი თხრობისთვის დაგვჭირდება ხაზგასმა იმისა, რომ აბისაქსომანიტელი დავითის ცოლებს შორის არის შერაცხილი, მისი საკუთრება, ასე ვთქვათ. ხო, გამოჩნდება მე ეს შემდეგი ადონიას დამოკიდებულებიდან. შემდეგი სუსტირდება, უბრალოდ ეს კარგად უნდა გავიაზროს საკუთრება არა როგორც ნივთი, არამედ საკუთრება როგორც სამეფო ოჯახის წევრი, რომელთანაც ურთიერთობა ისევია საჭირო როგორც სხვა ნებისმიერ ცოლთან, რომელიც დავითის აი ამ სივრცეშია წარმოდგენილი. ხატო ამბობ ამას. დავითი ჩვენ წინა შეხვედრიდან ვთქვით, რომ ნელ-ნელა ცილდება, ნელ-ნელა გადადის, ასე ვთქვათ, მოღვაწეობის აი უკანა პლანზე დგება. როდესაც მას ომიდან გამოიყვანენ, სიკვდილს ძლივს გადაარჩენენ, იოაბის გადაეფარება და დავითს ეტყვია, რომ სანთელი რო არ ჩაუქრეს ისრაელს, დავითი აღარ უნდა წავიდეს ომში, დავითი ომში აღარ მიდის. ახლა უკვე ის უძლურიც არის. იცით, აი ამ დროს, როდესაც დავითზე გვაქვს საუბარი, ალბათ მისი უძლურებაც ასევე უნდა აიტანონ, როგორც იტანდნენ იმ სიხარულს, რომელიც სიხარულის დავითს მოქონდა ისრაელისათვის თავისი მეფობის დროს.
მაგრამ ჩანს გარკვეული წლისათვის დავითის უძლურება მანიშნებელია იმისა, რომ იფიქროს რაღაცა სხვაზე, მერკანტილურზე, არა სახელმწიფოებრივზე და სწორედ ამის გამოხატულება ის ამბავი, რომელიც მინდა წერილში წარმოდგენილია ადონიას შეთქმულების სახით. ადონია მისი ერთ-ერთი შვილი ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი სამეფო ტახტზე და ეს წარმოაჩინოს რეალობად. ხა ადონიას საქციელი ცდება ყველანაირ ლოგიკას, კანონიერ საშუალებებს. საერთოდ მიღმა დგას აი რაღაცა სამართლებრივი ნაბიჯებიდან ძალიან გავს აბესალომის შეთქმულებას. ძალიან გავს აბესალომის შეთქმულებას. ადონიას ტახტზე ხილვა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, მონარქიული პრინციპიდან გამომდინარე, თუ მამა მას ტახტს დაუთმობს. და ეს ოფიციალური განცხადებით სახელმწიფოებრივ ბრძანებად გაისმება. სამეფო ბრძანებად გაისმება. არა, ადონია რაღაც შემოვლით გზით მიდის, როგორც ამას თავის დროზე აბესალომი აკეთებდა. გადიდგულდა, საქმეც ეს არის, ეს ძალიან კარგი ტერმინია მამა ანდრია, რომელსაც თქვენ წარმოაჩენთ. მისი გადიდგულება გულისხმობს იმას, რომ მას არა მარტო გადაწყვეტილი აქვს ამ გზით სამეფო ტახტამდე მისვლა, არამედ რაღაცნაირად ეს გამართლებულიც აქვს და მიაჩნია, რომ მართებულ ნაბიჯს დგავს. თუმცა შესაძლებელი ხა ადონიას პიროვნებას დაუკვირდეთ, ადონია შორჭრეტელი არ ჩანს აბესალომით. აბესალომის შეთქმულებას საკმაოდ დიდი სარალი ქონდა და საკმაოდ შორს წავიდა აბესალომის შეთქმულება. ადონიას ესეთი გამჭრიახი არ ჩანს, მაგრამ ადონიას უკან დგას ვიღაცა ისეთი, რომელიც მთელ ამ სცენარს გეგმავს და დირიჟორობს მთელ ამ მოქმედებას. აშკარაა, რომ ერთი კაცის გადაწყვეტილი არ არის, ეს ჯგუფია. ხო, არ არის ერთი კაცის გადაწყვეტილი და მით უფრო ადონიას. მით უფრო ადონიას, რომელიც კიდევ ერთხელ არ გამოერჩევა დიდი გონება-מחვილობით. მის უკან დგას ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი იოაბი, მხედართმთავარი დავითისა, რომელიც თლიანად წარმოაჩენს მისი სამოღვაწეო, არის მისი სამოღვაწეო აი ამ რომელიც თლიანად წარმოაჩენს მისი მოღვაწეობის სულისკვეთების შინაარსს, რომ ჩვენ აი რამდენჯერმე, როდესაც იოაბთან დაკავშირებით საუბრობდით, თითქოს და გაორებული ის ქონდა დამოკიდებულება. არის მომენტები, სადაც იოაბი აშკარად დავითის წინაშე ზედმეტ სითამამეს იჩენს. არის მომენტები, როდესაც იოაბის მხრიდან ამ სითამამის გამოჩენას გამართლებაც აქვს სახელმწიფოებრივი ნიშნით, როდესაც თქვა იოაბი დავითს უბრძანებს პირდაპირ, რომ გავიდეს გარეთ აბესალომის დამარცხება ისეიმოს ხალხთან ერთად, როდესაც მეფე სულაც არ ეზეიმება შვილის სიკვდილი, მაგრამ სახელმწიფოებრივად იოაბი მართალია. და მთელი ესეთი რიგი შემთხვევები ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, ამაზე დრო აღარ გავიყვანოთ, მაგრამ საინტერესო გახლავთ ის, რომ აი ახლა ამბავი რა ამბავიც მოთხრობილია წმინდა წერილში, ჩვენ გვიჩვენებს, რომ იოაბი ამ ყველაფრით სარგებლობს მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესებისათვის. მისთვის წარმართველია უბრალოდ მისი მოხერხებულობა გამოცხადდება იმაში, რომ იოაბის მოხერხებულობა ცხადდება იმაში, რომ ის ახერხებს პირადი ინტერესებით დაამტყიოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ამას ჩვენივრად და შესანიშნავად აკეთებს. როდესაც იოაბი კლავს ერთ მხედართმთავარს, კლავს მეორე მხედართმთავარს, როდესაც იოაბი სისხლს წაიცხებს მშვიდობიანობის დროს, ეს დავითი ამბობს ამ სიტყვებს, თითქოს და იოაბს გამართლება არ აქვს, მაგრამ იოაბი ამას ისე აკეთებს, რომ სახელმწიფოსათვის უნება თითქოს და არ მოაქვს პირიქით, რაღაცნაირად ამ იმასაქვია ძალების, სამხედრო ძალების შეკავშირებას უწყობს ხელს. ბოლო ეპიზოდი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ეს იყო, როდესაც დავითი ბრუნდება დევნილობიდან უკან და მთავარსარდლად დანიშნავს აბესალომს მთავარსარდალს და უბრალოდ იოაბი დავითს აჩვენებს, ამდენად შეუძლია მას იოაბის გარეშე ყოფნა და დავითი უბრალოდ აღიარებს, რომ ეს ის ძალაა, რომელსაც მან ვერ აჭობა. აღმოჩნდა აშკარად, რომ იოაბის დახვეწილი ინტრიგები სამეფო კარზე არამსო მუშაობს, არამედ ნაყოფიერიც არის მთელი დავითის მეფობის განმავლობაში. აი იოაბი სვავს ახლა კითხვას, რა იქნება დავითის შემდგომ? თავის საწყადია დავითის შემდგომ დავითის ძე უნდა გამეფდეს, მაგრამ რომელი? და იოაბისათვის ამ ძეთაგან ხელსაყრელია მხოლოდ ის, რომელიც იოაბისათვის დავითივი ჯიუტი არ იქნება. დავითი არც გამჭრიახი იმდენად, რომ მიუხვდეს იოაბს თავის თავად ცხადია.
განასახს კი ხო და ამიტომაც ვამბობ რომ იოაბმა შეარჩია ყველაზე სასურველი კანდიდატურა დავითის ძეთაგან რომელიც ყველაზე მარტივად სამართავი იქნება და რომელიც ასე ვთქვათ იოაბის ამ ინტრიგებს ყველაზე ნაკლებ ან ყურადღებას მიაქცევს ან საერთოდ ვერც ვერაფერს გააკეთებს დავითის ცდელობები მაინც ჰქონდა ხო და ის უბრალოდ ეს ცდელობებიც იოაბისათვის არის სრულიად მიუღებელი მეორე რომელიც აი ამ შეთქმულების ჯგუფში იხილვება გახლავთ ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი პიროვნება წესით ის აქ არ უნდა იყოს ეს გახლავთ აბიათარ მღვდელმთავარი რომელმაც თვითონ წმინდა წერილის სიტყვებს რომ დავეყნოთ და სოლომონის სიტყვებს რომ დავეყნოთ ყიდობანი ატარა დავითის წინაშე და ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა დავითს და დავითთან ერთად გადაიტანა მთელი ის დევნა სადოკ მღვდელთან ერთად ხო იყვნენ ერთგულები დევნილობის დროს დავითის დევნილობის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო დავითის ცხოვრებაში კი მაგრამ მამა ანდრია თუ დავაკვირდებით აბიათარს უფრო ღრმა და დიდი ისტორია აქვს მას სამღვდელო ქალაქი ნობადი როდესაც ამოწყვიტა საულმა ხო უშუალოდ მახვილის წინაშე იდგა აბიათარ მღვდელმთავარი მაშინ ღვთლიშვილი იყო ის მამამისი მღვდელმთავრობდა და პრაქტიკულად მან იცის რას ნიშნავს ღვთლების მასიური დევნა ამოწყვეტა და მახვილი როგორ მასპასი მახვილი ანუ როდესაც და აბესალომის აჯანყების დროს აბიათარი დავითის ხარეს არის თითქოს და გამოწყვეტილი ეს დავითთან ერთად დევნილობაში იყო და ამ გზაზე დგას ამ კვალზე დგას სადოკი ჩდება აქ სადოკთან დაკავშირებით არის კითხვა სწორედ მან კი იცის ის სიმძიმე რაც აბიათარს აქვს ნატვირთი აბიათარმა უფრო მეტი ტვირთი ზიდა დავითის წინაშე მაგრამ ახლა აი ამ მომენტში აბიათარი რატომღაც აღმოჩნდება ამ იოაბის ინტრიგების ხლარჩი და აღმოჩნდება იმ შეთქმულების ხარეს რომელიც ადონიას უკავშირდება გაუგებარია ერთი შეხედვით გეთანხმებით ეს შეიძლება გაუგებარი იყოს მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ შეგვიძლია დაუშვათ აი წმინდა წერილის შემდგომ თხრობას თუ დავეყნობით შეგვიძლია ესეთი რამე ვივარაუდოთ რომ აბიათარმაც დაიწყო ფიქრი დავითის შემდგომი ეპოქის შესახებ რა მდგომარეობა იქნება მას მამანდრია საქმე ეს გახლავთ რომ აი ჩვენ მე სოლომონის დროს ეს აქ უნდა ვთქვათ ბოდიში გიორგი აქ უნდა ვთქვათ რომ თუ იოაბისთვის ეს ჩვეული ხელწერა არის რომ მან თავისი ინტერესების მიხედვით იმოქმედოს და დაამტყიოს სახელმწიფო ინტერესებს აბიათარ მღვდელისთვის ეს გზაჯვარედინია სადაც მან არჩევანი უნდა გააკეთოს ნამდვილ მსახურებასა და აი ამ იმიტაციას შორის რომელზეც მუდმივად ვლაპარაკობთ ჩვენ ის წლების განმავლობაში დავით მეფეს აღიარებს როგორც ღვთისგან დასმულს, როგორც ღვთისნების შემსრულებელს, მისი ერთგულია სიკვდილის ღმერთსაც ეკითხებოდა დავითისათვის, ანუ უშუალოდ დამსახურებაშია ჩაბმული. და ამას ხედავს, რომ დავითი ღვთისგან არის. კი. მაგრამ აი აქ რაღაცა მოსდის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას. კი, გეთანხმებით. დაიგულა რა მეფე დაუძლურებული, ყავს რა გვერდით იოაბი რაღაც ამბიციამ გადასწალა და აი ეს არჩევანი მას აქვს გაკეთებული. ხო, რა ამბიცია, მოდი ესეც სამწუხარო და ესეთი მისთვის დამაზიანებელი. ისიც ვთქვათ რა ამბიციაზეა საუბარი. მე მინდა მსმენელებს გავახსენო რომ კიდობანმა რომელმაც დატოვა თავისი კარავი ელიხსავრის დროს, ოდესაც ტოვებს კარავს და ის შემდგომ ფილისტიმელები ჩაიგდებიან ხელში ფილისტიმელებიდან მე იუდას ტომში ჩამოდის იუდას ტომიდან ამინადაბის სახლიდან მე დავითი იერუსალიმში გადააბრძანეს. კიდობანი და კარავი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. კარავი ცალკე დგას, კიდობანი ცალკეა. დავითი კიდობას იერუსალიმში თავის სავანეს აუგებს, მაგრამ ეს არ არის ის სავანე, ეს არ არის ის კარავი. ეს კარავი ძალიან ამ კარავში გარესაკურთხეველი დგას, ამ კარავში მთელი მოწყობილობებია, საბანელი დგას და ასე შემდგომ. რაც ღვთისმსახურების გამართვის, მსხვერპლ შეწირვის გამართვის საშუალებებს იძლევა და სადოკი გაბაონში მდგარ აი ამ კარავში მსახურობს სწორედ. დავითმა ამ კარავს ხელი ვერ მოკიდა. დავითმა ეს კარავი ვერ დაშალა. ეს კარავი არის, აი დავითის დროს მართალია წმინდა წერილში წარმოდგენილია დავითი სამღვდელო დასებს დააწესებს, მორიგეობას დააწესებს, მსახურებებს დააწესებს, გალობელთა გუნდებს დააწესებს, რიგებად დაყვებს, მთელ რიგ რეფორმებს გაატარებს. მაგრამ დავითი ამ კარავს ხელს ვერ კიდებს.
რომ ამ კარვის დაშლა ბენიამინის ტომისგან ძალიან დიდი რეაქციის, ძალიან დიდი უკმაყოფილების ამოსვლის წინაპირობა იქნებოდა. და აი აქ ამ კარავში სადოკი მსახურობს. იერუსალიმში აბიათარი. და აბიათარმა და სადოკმა ძალიან კარგად იციან, რომ კარვის და კიდობნის ასე ყოფნა და ასე ვთქვათ, ღვთამთავარი ერთი აბიათარია ეს, მაგრამ პოტენციურად მაინც ჩვენ სახეს გვყავს ორი ცენტრი და ორი სამღვდელო. აი ისრაელში ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს უნდა დასრულდეს. სადოქსა და აბიათარ შორისაც არის გარკვეული. ხო და ახლა ჩვენ ფარული დაპირისპირება. ფარული და ამ დაპირისპირების თავარი მიზეზი მინდა ვთქვა, მამანდრია ცოტა მოგვიანებით ვიტყვი ამას, ვინაიდან ადონიას შეთქმულებაში გადაებმება ეს ყველაფერი და ერთიანობაში მინდა წავიდე. ახლა ვუთხრათ მაყურებელს, რომ სადოკი რჩება მეფის ერთგული და აბიათარი არის ადონიას შეთქმულების მონაწილე. კი, ხო და აქ აი ეს ყველაფერი უკავშირდება ძალიან საინტერესო, მოდი ახლა გადავიდეთ ისევ ადონიას შეთქმულებაზე. რა არის ადონიას შეთქმულების ყველაზე საინტერესო მომენტი? ხო შეიძლებოდა ეს ცოტა ადრიან, ცოტა გვიან დაწყებულიყო. ჩვენ წმინდა წერილში ხვდებით ერთ ცნობას, ძალიან საინტერესო ცნობას იმასთან დაკავშირებით, დაუძლურებული დავითი როგორ ემზადება თავისი მსახურების დასასრულისათვის და გადმოცემულია წმინდა წერილში მისი სიტყვები, დანაბარები ისრაელისათვის და აი ამ დანაბარებში ცენტრალური ადგილი უჭირავს ორ თემას. პირველი ეს არის ტაძარი, მეორე ეს არის მემკვიდრე. ერთი და იგივე კონტექსტში აქვს საუბარი, ჩვენ ამას პირობითად ვყვთ ასე, მაგრამ კონტექსტი ასეთია, რომ ტაძარი უნდა ააშენოს ისრაელმა და სოლომონს უნდა დაეხმარონ ტაძრის შენებაში, რადგან ღმერთმა მას უთხრა, რომ შენო მებრძოლი კაცი ხარო, სისხლი გაქო დაღვრილი ბევრი და შენ ვერ ამიგებო ტაძარსო და აი შენი ძე, რომელსაც მე შენს ტახტს მივცემ, აი ის ამიგებსო ტაძარს. და როდესაც დავითი ესაუბრება ისრაელიან თავკაცებს, გმირ ვაჟკაც ადამიანებს, ანუ სასახლის იმაზე ახლა ჩამოთვლილია მთელი ისა, ქვია ამალა დავითისა, ყველგან დგას ეს ისა, რომ სასახლეს აშენებს მისი მემკვიდრე და მისი მემკვიდრე არის სოლომონი. ჩვენ ამ თემას კიდე დაუბრუნდებით, უბრალოდ მე ისი თქმა მინდა, რომ უფლის სახლის მშენებლობა ეს არის დავითის ანდერძის ცენტრალური ნაწილი, რომელიც კარგად იცის აბიათარმაც, სადოკმაც, იოაბმაც, ნათანმაც, სოლომონმაც, ადონიამაც, ყველამ კარგად იცის ეს. ანუ ნიშანი მიცემული არის ძალიან კაფიოდ. ყველაფერი მიცემული. სოლომონი უნდა იყოს. ამაშია საქმე, რომ აშკარად აქცენტი სოლომონზეა გაკეთებული. შესაძლებელია დავითის ეს სიტყვები ცოტა მოგვიანო პერიოდისაცაც გადავიტანოთ, მაგრამ იქ არის ერთი სიტყვა, მეორე დღეს გაამეფაო, ანუ მეორე წინა დღეს აქვს ნათქვამი ეს, ოდესაც ადონიას შეთქმულება უკვე ძალაში უნდა იყოს შესული და ეს გვაფიქრებინებს სწორედ ამას. საინტერესო რა არის აქ? საინტერესო გახლავთ ის, რომ თუ კი ტაძარი უნდა აშენდეს, აი აბიათარი ამას ხედავს სწორედ. ამ ტაძარში სადოკი და აბიათარი ვერ იქნება, ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. და აი, როდესაც აი ლოგიკურად ჩდება, ხო კითხვა. და იქნება ამ ტაძარში აბიათარი იქნება სწორედ და არა სადოკი. ხო? ხო, რატო ნერვიულობს? ხო, რატო ნერვიულობს? საქმეც ეს არის, აი აქ ერთვება იოაბი სწორედ. აქ ერთვება იოაბი სწორედ და აქ იოაბი აბიათარს რაღაცა იმგვარ ხო, აშკარად იოაბის გავლენა. ხო, ისეთ ილუზიაში მოაქცევს, ისეთ სუსტად იმ ილუზიაში, რა ილუზიამაც ადონია აი ამ სრულად უგუნურ ნაბიჯზე წაიყვანა. ადონია ხო უნდა ხედავდეს ლოგიკურად, რომ ერთადერთი მისი იმედი არის იოაბი, მეტი არაფერი მას ხელში არაფერი არ უჭირავს, არც სამართლებრივად და არც თავისი მდგომარეობის მიხედვით, ხო? არც ანდერძით. არაფრით, აბსოლუტურად არაფრით. სრულიად შიშველ ადგილზე დგას. მაგრამ წმინდა წერილის თხრობა, რომელიც ადონიას შეთქმულების რაღაცა დონეზე განვითარებაზე მიუთითებს, ჩვენ გვაფიქრებინებს იმას, რომ იოაბს წყობრი პროგრამა აქვს გადაცემული, რომლითაც დააჯერა ერთის და მეორეს, რომ ისინი ამით შეძლებენ და თავიანთ განაზრახს სისრულეში მოიყვანენ. ახლა წმინდა წერილში ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი ერთი დეტალი, რომ ადონია კლავს ძალიან დიდ საკლავს და
იერუსალიმის კედლების მიღმა იერუსალიმთანვე, მაგრამ კედლების მიღმა იმართება ძალიან დიდი ნადიმი, ეს სამეფო ნადიმია, სადაც ცენტრალური სიტყვა ეკუთვნის მხედართმთავარ იოაბს, რომელმაც სადღეგრძელოში ასეთი სიტყვა უნდა თქვას, რომ უკუნისამდე ცხოვრდინ მეფე ადონია. ადონია უნდა ადღეგრძელო როგორც მეფე. და აი ამ სამეფო ასე ვთქვათ, იმიტირებულ ნადიმზე შემოკრებილია მრავალი უფლისწული, მრავალი დიდგვაროვანი, მრავალი მოხელე, ანუ აქ არის ის ხალხი, რომელსაც ყველა ატრიბუტიკა იქ არის. ხედავთავარი იქ არის, ხედავთავარი, სამეფო ამალა, სამეფო ამალა უფლისწული აღარ არის. სულსაც შეწირავს სახელმწიფო და ასე ვთქვათ, სხებს კიდევაც ადონიას. ეს გათვლა აქვს იოაბს. ეს გათვლა აქვს იოაბს. ჩვენ თქვით წინა გადაცემაში, რომ იოაბს არ აქვს ის ხედვა, რასაც დავითი ხედავს. იოაბი აქ ვერ ამჩნევს, რომ მარტო ატრიბუტიკა საქმეს არ აკეთებს. ეს ატრიბუტიკაც ჩვენ გვაბრუნებს იმიტირებულ მსახურებასთან, რომელსაც სული გამოცვლილი აქვს და ეს არ არის ნამდვილი, არამედ ერთობლიობა ატრიბუტიკის, რომელსაც არაფერი არ აერთიანებს, ღვთის მადლი არ აერთიანებს, ღვთის განგებულება არ აერთიანებს და თუ ეს ძალა არ არის ამ ატრიბუტიკაში, მაშინ ეს ხრწნადია და დაშლადი არის. ამას ვერ ხედავს იოაბი. რაც ღმერთთან არ იკრიბება, ის იშლება და იფანტება, ხო? რაც არ უნდა მოჩვენებითად მდგრადი და მოჩვენებითად მიმზიდველი ჩანდეს ის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანი, რომელიც ერზე პასუხისმგებელი არის, ამას ხედავდეს, ეს ხედვა ქონდეს. მარტო ატრიბუტიკა ვერაფერს ვერ იზამს. თუ გამაერთიანებელი ეს აღთოსული არ არის იქ. თავისთავად ცხადია, როდესაც თქვა ჩვენი ისტორიასაც რო გადავხედოთ, ხო, ჩვენი ისტორიაში გან ატრიბუტიკა არ იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ თავარი არასდროს არ ყოფილა. ის როგორც თავარი გახდებოდა, ჩვენ უბრალოდ ხო, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი მსახურება ატრიბუტიკას გულისხმობს. ხო, არ ყოფს, მაგრამ თავარი მაგრამ ატრიბუტიკა არ ქმნის თავარ მსახურებას. თავისთავად ცხადია აქ საუბარია სულზე, სულიწმიდის მადლზე. და შემომკრებზე, გამაერთიანებებზე და განმამტკიცებელზე და არა ვთქვათ იმაზე, რაც წარმავალია და ადამიანის სისუსტიდან არის შეკრებილი. ხმაური, რომელიც იერუსალიმის კედლების მიღმა, ეს ხმაური დავითამდე არ მიდის. მაგრამ მიდის ნათან წინასწარმეტყველის ყურამდე. მიდის ბერსაბეს ყურამდე. მიდის ბანიას ყურამდე. ბანია ეს არის ერთ-ერთი უმამაცესი ადამიანი, რომელიც შემდგომ სოლომონის ხედავთავარი გახდება. და სწორედ იოაბის ჩამანაცვლებელი იქნება ის. ნათანი მიდის ბერსაბესთან და ეუბნება, ვერა ხედავ რა ხდებაო? ნათან წინასწარმეტყველი. ნათან წინასწარმეტყველი. ეს არის ის წინასწარმეტყველი, რომელმაც დავითი ამხილა დავით. თავისი ქვეშევრდომის ცოლის წართმევისთვის. და ნათანზეა ნათქვამი, რომ იზრდიდა სოლომონს. სოლომონის გამსვლელი. დაუკლავსო ადონიასო, ბევრი საკლავი, მიუწევია უფლისწულები, იოაბიც მასთან არის და აბიათანი ღვთელიც. შენ კი აქ ხარ და არაფერს აკეთებ, იცოდე თუ ადონიამ მიაღწია თავისას. შენ და შენ შულს არაფერი სასიკეთო არ გელოდებათ. ამიტომ ახლა იჩქარეო, რომ ეს ყველაფერი გამოასწორო. ნათანის ხედვა აბსოლუტურად გასაგებია. ადონიამ თუ თავისი შეთქმულება გაამყარა და შემდგომ მისი სრულეში მოიყვანა, პირველი რომლის წინააღმდეგაც ის მახვილს მიმართავს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ეს სოლომონი იქნება. და სოლომონი არის ერთადერთი პიროვნება, რომელიც მის კანონიერ ოპონირებას შეძლებს. ბერსაბე შედის დავითთან, რომელთანაც ეს აბისაქსომანიტელია და უვლის და მოახსენებს იმას, რასაც ნათანი ეტყვის და ნათანისგან გაამთხრებს, რომ ამ საუბარში რო იქნებითო, მეც შემოვალო და ამ საუბარში ჩაგერთებით და შეგეწევიო. და ბერსაბე ეკითხება დავითს, რომ შენ ხო დამიფიცეო. შენ ხო დამიფიცეო, რომ შენ შემდეგ სოლომონი იმეფებსო. ეს არ ჩანს ასაცმელთა წერილში. ხო, ეს არ ჩანს. არ ჩანს. როდის დაიფიცა ნეტად დავითი, რომ სოლომონი იმეფებს მის შემდგომ. ალბათ მაშინ, როდესაც ბერსაბეს და დავითს გარდაეცვალათ ის შვილი, რომელიც უსახელოდ წავიდა, 7 დღის ასაკში წავიდა და შემდგომ
გეშისაო დავითმა ბერსაბეს ნათქვამია და დაფებძდება ბერსაბე და ვაში რო შეეძინებოდეს ნიშანი იყო ალბათ დავითისათვის იმისა რომ ღმერთმა წყალობით პატიებით მოხედა მას და მისი სინანული შეისმო კი და აი შესაბამისად სადღაც ამ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს ეს მაგრამ აქ საინტერესო გახლავთ ის რომ თვითონ ფიცია დადებული უფლის წინაშე რომ სოლომონი იმეფებს ეს შეიძლება ამ დროს არც ყოფილიყო მოგვიანებით რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ თავარი ის არის რომ დავითის არჩევანი რომ სოლომონი იმეფებს ხოლო დავითმა არ იცის სხვა მაც იცის ეს და დავითი გაკურვებული უსვეს ბერსაბეს ეს დაახლოებით ისეთი გაკურვებაა ნათანმა რომ იგავი უთხრა ღარიბ და მდიდარ მეზობელზე და დავითმა რომ გაკურვებით შეხედა ჩემსამებო შეხდებაო აი ზუსტად ისეთი გაკურვება ხო როდესაც რაღაცნაირად თითქოს და ეს ახალი ამბავი მამხილებლად მიდის დავითთან ეს ჩემსამებო შეხდებაო ხო აი მთელი ზეიმია და შედაგწევხა და არაფერი არის ამ დროს შემოდის ნათანი და მეფეო ნათანიც აი ნათანი როგორც ჩანს ბერსაბე გადის ამ დროს იმიტომ რომ მე ეძახიან ბერსაბე გადის ამ დროს ვინაიდან ბერსაბე ამ შემთხვევაში ხელს შეუშლიდა ნათანს ნათანი და დავითი სხვანაირად საუბრობენ პირისპირ აბისაკს მომენტელიც გასულია პირისპირ არიან ხო პირისპირ არიან დავითი და ნათანი და ნათანმა ამ დროს იცის როგორ ილაპარაკოს და დავითმა იცის როგორ უნდა უსმინოს ეს პირველად არ ხდება მათ შორის და ნათანი პირდაპირ ეუბნება შენი ბრძანებით ხდებაო ეს ყველაფერი ადონიამო იოაბი მიიწვიაო თანაც ხაზგასმულია რომ იოაბი და აბიათარი იქ არის სადაც არ უნდა იყოს იოაბი შეიძლება იქ არის სადაც უნდა იყოს მაგრამ აბიათარია სხვაგან და თუ შენინებით რატო არ გითხარიო ჩვენო და ჩვენ შეუერთდებით ანუ ნათანი ეუბნება ჩვენ სამეფო ბრძანებას კი არ გადავალთ მოგწონს თუ არ მოგწონს გემორჩილებით მაგრამ თუ კი იქ რამე ისეთია რაც შენი ბრძანების შენ არის მაშინ ჩვენ რა გავაკეთოთ ის გითხარი და დავითი სუსტად გაიგებს ნათანი რასაც ელაპარაკება მას სუსტად მიხვდება და იმ უფლის წინაშე რომ უფლის წინაშე დავიფიცეო რომ ჩემ შემდეგ აი ეს უფლის წინაშე დაფიცებული ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩემ შემდეგ ჩემი სოლომონი იმეფებსო დღეს ვიაღვასრულებო ამ ფიცო და დავითი ბრძანებს სადოკმა სამეფო სახედარზე შესვას სოლომონი ბანიამ წაიყვანოს თან წაყვას მას სადოკი ნათან წინასწარმეტყველი და სოლომონს მეფედ ცხონ და ოფიციალურად სოლომონი გამოაცხადონ ისრაელის მეფედ სასწრაფოდ შესრულებას ვცანებ აი როგორ სასწრაფოდ კეიფი არ იყო დამთავრებული იქ კეიფი არა და თან როგორ სასწრაფოდ იცი რაღაცნაირად აი განსთამახა შეიძლება ეს არაფერს ანიშნოს მაგრამ განსთამახა ასეთ ნათანს ყველაფერი მომზადებული აი დავითის სიტყვაა საჭირო აქ დაიძრება მომენტალურად პროცესი ხალხი შეკრებილი ყავს აი ყველაფერი მზადაა რომ დავითის ნებაა საჭირო და როდესაც აი ეს ძალიან საინტერესო დეტალს მინდა ხაზი გაუსვა მამანდრია კარგადაც ჩასეს მინდა წერილში როდესაც სოლომონს მეფე ცხებენ და მთელი იერუსალიმი გრუხუნებს სიხარულისაგან რა ვინ ხმაურობს იერუსალიმში ხმაურობს ხალხი და იმ სუფრაზე ხმაურობენ მხოლოდ დიდებულები იქ ხალხი არ არის ხალხი იერუსალიმში დავითთან არის სოლომონთან არის იერუსალიმი აქ არის ამ ნიშნით სოლომონი იერუსალიმის მეფედ ეკურთხება ხოლო ადონია აი იმ სუფრის მეფე იქნება მხოლოდ ამიტომ ადონიას მსახურება ვერ იქნება იერუსალიმის მსახურება ადონია ყოველთვის იქნება ანგარიშვალდებული იმ სუფრის წინაშე და არა იერუსალიმისა და იერუსალიმელების წინაშე და როდესაც აი ეს ხმაური ეს შეძახილები რომ უკუნისამდე ცხონდნენ მეფე სოლომონ აი ეს მთელი იერუსალიმი გუგუნებს ის კედლებს გარეთ თავის თავაცხადი ეს ხმა გავიდოდა. სუფრიდან არავინ არ მიაქცია ამ ხმას ისეთი დიდი ყურადღება, როგორი ყურადღებაც იოაბმა მიაქცია. რა თქმა უნდა. ხო, იერუსალიმიდან ხმაური რო გამოდის მის გარეშე, ამ ხმაურის წყარო უნდა იცოდეს რა არის და თუ დაგეგმილია, ეცოდინება, მაგრამ დაგეგმილი რო არ არის ისეთი ხმაური ისმის იერუსალიმიდან და ეს იოაბისათვის მიუღებელია. იოაბი მხედართავარის გარდა უსაფრთხოების ხელმძღვანელი. თავის თავაცხადია, ყველაფერი ამას აკონტროლებს. სახელმწიფო უსაფრთხოების. ყველაფერი ამას აკონტროლებს და აი აქ ერთი ძალიან საინტერესო სცენა. იერუსალიმიდან მოირბენს იონათანი, აბიათარის ძე. ჩანს
ეს ბიჭი არ არის ჩართული. არ არის ჩართული ამაში. ეს გულწრფელად, სამას გულწრფელად სოლომონის გაგება უყარია. მამამისი სხვაგან არის და ესო ხოდეს ადონია ეს საკმაოდ არაშორს მხედვარი ტრეტელი ეს ცოტა ისე იუავს უაწყობს ესეთი ტიპი. დაინახავს აბიათარის ეს და ვაშკაცი კაი ყმაწვი კაი ამბავი გეკრებაში. კაი ამბავი გეკრებაში რო და ჭეშმარიტო კი მართლა კაი ამბავი მაქვს. ეს კაი ამბი სათქო სულ არის ეს სუფრა და სუფრა. სოლომონი გამებდა იქავა რა ქვია მთელი იერუსალიმი ულოცავს. კაი ამბავი მოიტა თან ეს მორბის ისეთ კაი ამბის სულ არის ის აქ რა ხდება. აი შეთქმულების როგორი ხარისხი აქ იუობს. რომ აი გათვლილი აქვს თითქოს და აი ვის უნდა ამ სუფრასთან ვინ უნდა იჯდეს. პოტენციურად ვინ არის ვინც მას ხარს დაუჭერს ვინც მას ვერ ხარს ყველა ყავს შერჩეული. ამან არ უნდა იცოდეს იმიტომ რომ საწაიღებს ამბავს გაცმარებს. კაცო არის იმიტომ რომ იმაში რა სიით აყავს დაპატიჟებული სულ ის აქ ვინ როგორ და რანაირად იქნება და ახლა ამ ხალხს ეს ხალხი ახლა აქეთ იუავს უყურებს და აქეთ ამ ახალაბოს და გუგუნის ხმა ისმის იერუსალიმი და და სულ ყველამ გადახედა ერთმანეთს და მიხვდა რომ ამ სოფრაზე არავის არაფერი არ ესაქმებოდა და დაიშალა მომენტალურად დაიშალა ეს სოფრა და ყველანი გაიქცენ თავთავისი სახლებისაკენ ეს იმას ნიშნავს რომ ყველანი აღიარებენ სოლომონის ადონია შეთქმულება ერთი დღეც ვერ გაცლო. იმიტომ კი არა იუაბმა რაღაცა ცუდად დაგეგმა არამც და არამც. ის რაც თქვენ ძალიან ცოტა ხეს მამანდრია რასაც დავითი თავის ლოცვებში არაერთ გზის ახსენებს რომ ჩაშალა უფალმა ღმერთი აკეთებს ამას. რატომღაც იმ დროს შევიდა ბერსაბე იმ დროს დაარიღა ნათანმა ყველაფერი ეს დროულად მოხდა რატომღაც იერუსალიმი ისე აგუგუნდა რომ ამ სუფრის ხმაურობა ისე გადაფარა ყველაფერი ეს ისე გააკეთა უფალმა რომ დავითის ძე იოათამიც რა კარგად მოდის ხო ზუსტად იმ დროს მოდის როცა უნდა მოვიდეს ოდესაც სუფრას შესაბამისი განწყობით კი შესაბამისი თან ის აი ძალიან კომიკურად არის მინდა წერილში რა კაი ამბავი გეკრება ამათვის კაი ამბავი ხო ეს ჭეშმარიტად სოლომონი გამეფდა გაგიჟდება იქაურობა ახლა საინტერესო ის არის რომ დაბნეულობა რომელიც ადონიას სუფრაზე სუფევს გრძელდება საკურთხევლის რქამდე ადონია გაიქცევა და საკურთხევლის რქებს მოეჭიდება ადონიამ ზუსტად რაელის და შესაძლებელია შინაგანი ხმა ეუბნება რომ თუ იუაბს დაჭერდა ადონიას საკმაოდ იაფაში ჩააბარებს თავის ადგილას ამ პრობლემა არ ექნება და მოუტანენ ამბავს სოლომონს რომ ადონიაო საკურთხევლის რქებზეა მოჭიდებულიო და სოლომონი იტყვის რომ გადაეცითო ადონიას რომ იცხოვროსო თავის სახლში მშვიდობითო და ერთი ღერით მას არ ჩამოვარდება მისი თავიდან. ანუ სოლომონი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამას აკეთებს. რომ არ იწყებს ის მეფობას მტრობით, მაცვალგავით. არც ერთი მასი არ გააკეთებს. ჩვენ ახლა ამ დეტალს უნდა შევეხოთ სწორედ და ადონიასთან დააბარებინებს რომ რაც მოხდა, არასწორად მოიქეცი, მაგრამ ჩემი მეფობის, ჩემი ტახტზე ასვლის სახელით ეს ყველაფერი უფალმა შეგინდოს, ოღონდაც აწიმს გავსი არაფერი იმთო. და ადონია დამშვიდებული ჩამოვა საკურთხევლიდან და წავა თავის სახლში დაждდება. ჩვენი საუბარი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს იმ ანდერძით, რომელ ანდერძაც დავითი უპარებს თავის ხალხს და სოლომონს. ხალხთან დანაბარები უკვე ვთქვით, მაგრამ ერთ დეტალს შევძენ. დავითი ეუბნება საზოგადოებას, რომ ეს დავითია და ეს ის დავითია, რომელიც ღმერთმა ამოირჩია. და რატომღაც ხაზგასმით ამბობს რომ ანდრიასეც იტყობს დავითი, რომ ღმერთმა იუდასტომი ამოირჩია. ფსალმებში არის ამოირჩია ღმერთმა იუდა და ეფრემი. იუდასტომი ამოირჩია. იუდასტომიდან მამამისის საგვარეულო ამოირჩია. მამამისის საგვარეულოდან მამამისის სახლი ამოირჩია. ხოლო მამამისის სახლიდან ის ამოირჩია. ეს არის დავითი, რომელიც ღმერთმა დაიფარა მის ყველა გზაზე. და ეს არის დავითი, რომელიც ღმერთს ადიდებს ამისათვის და მთელ საზოგადოებას უბარებს. თავარი საფიქრალი კონდეთ. რომ უფალს თავისი სახლი აუგოთ და იქ ერთგულად ემსახუროთ მას.
ეს არის დავითის პრინციპული, აი ანდერძის აი ცენტრალური ხაზი. ეს უნდა გააკეთოს. სოლომონი ჩემი ყრმა არის, მას დახმარება დაჭირდება. და თქვენ გვერდით დაუდექით სოლომონს, მეფობაში არა, სახლის შენებაში, უფლის სახლის შენებაში. ამით გამტკიცდება სოლომონის მეფობა. ჩვენ წმინდა წელში გვაქვს საოცარი მოწმობა. მიუხედავად იმისა, დავითს ღმერთმა აუკრძალა ტაძრის შენება, დავითმა გეგმა ტაძრის შემოწირულობა ტაძრისათვის, აი სოლომონს დაახვედრა აბსოლუტურად, სოლომონმა უბრალოდ ახლა პრაქტიკულად უნდა განახორციელოს სწორედ. დავითმა ყველაფერი დაახვედრა სოლომონს. თავის გეგმიანად, თავის ნახაზიანად, თავისი იმიანად, რა ქვია, შემოწირულობა, ყველაფერი აქვს სოლომონს. ჭირდებათ ხოლმე დავითის ანდერძის მიხედვით ერთობა უფლის სახლის შენების დროს და უფლის სახლში. თუ აქ დამკვიდრებულ ღმერთთან იქნები, ის იქნება შენთან და განამტკიცებს შენ მეფობას. ხოლო თუ ზურგში აქცევ, ისიც მიგატოვებს სამუდამოდ. სოლომონს ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს. რომ უფლის სახლის შენდება არა რაღაცა არქიტექტურული ნიმუშის მოსაცემად, არამედ ერთობის, ღრმა ერთობის რეალიზებისათვის, გაგრძელებისათვის ამ სახლს დანიშნულება აქვს უფრო მეტი ვიდრე რაღაცა ნაგებობა. ამ სახლში ბევრი რამე უნდა მოხდეს. ისეთი, რაც სოლომონისა და ღმერთის, ისრაელისა და ღმერთის ერთობაზე იქნება დაფუძნებული. თუ ერთად იქნებით, მაშინ ხელი მოგეო, თუ არა და ზურგში გაქცევს უკუნისამდე. გარდა ამისა, დავითი სოლომონს დაუბარებს, რომ იოაბი გამწარებული უნდა ჩაიყვანოს შავეთში. და მან ორი მხედართმთავარი, აბენერი, ისრაელის მხედართმთავარი და ბანია, იუდას მხედართმთავარი მოკლა და სისხლი მოიწყო მშვიდობიანობის დროს. იოაბი არის ის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სასჯელს იმსახურებს, მაგრამ დავითმა ეს ვერ მოახერხა, ხოლო შენი სიბრძნის საებრ მოეკეცი მას. ძალიან საინტერესოა სოლომონს ამ დროს სიბრძნე აქვს ასეთი. არ ვიცით, არ გამოხატულა, მაგრამ დავითის აი ამ საბოლოო სიტყვებში და იმ ლოცვაში, რა ლოცვითაც ის უფალს მიმართავს სოლომონისათვის, ერთ რამეს თხოვს დავითი უფალს. მიეციო სოლომონს ჩემს ძეს, რომელმაც დასვი ჩემს მემკვიდრედ. გული დაულოცე უკურთხეოს გული, ეს გული მიეციო. ეს მე ჩვენ ვისაუბრებთ გული გონიერზე, რომელსაც სოლომონი ითხოვს ღვთისაგან. ეს დავითის ანდერძის გაგრძელება უნდა იყოს და არა სოლომონის კერძო პირადი ინიციატივა. და დავითი როდესაც სოლომონის სიბრძნეზე ვსაუბრობს ამ შემთხვევაში, ეყრდნობა სწორედ იმ რწმენას, რომ თხოვა ღმერთს და ღმერთი სოლომონს ამ გულს მისცემს. შენი სიბრძნის საებრ მოეკეციო მას. ასევე ახსენებს დავითი ბარზელაი გალაადელზე საუბრობს, რომ მან უერთგულა პატრონობდა დევნილობაში. აბესალომის დევნილობის დროს მისი მოდგმა მის ტაბლასთან ისევე როგორც დავითის ტაბლასთან, დავითი მეფის ტაბლასთან შდომა და მეფის ტაბლიდან ყვება ნიშნავდა, რომ სახელმწიფო ხაზინიდან იღებენ ისინი გასამჯელოს და სასწაულს და ძალიან ისეთ პატივდებულ ტაბლასთან შენთან ერთად იყო. ხო, ეს ამას ნიშნავს, ამ პატივში ყოფნას ნიშნავს. ასევე დავითი მიუთითებს სემეიკერასეს, ბენიამინ სემეიკერასეს, რომელიც იორდანემდე მიყვებოდა მას და წევდა, ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ, რომ პარტივად რაღაცა დედაკაცის წევლასავით არ იყო, აქ ბენიამინის მხრიდან დიდგვაროვნების თავში მდგომა იყო, რომელიც დავითს აჯანყებით ემუქრებოდა და ცოტა მოგვიანებით ჩვენ ნახეთ აბესალომის დევნისგან დაბრუნებულ დავითს ბენიამინის ტომიდან შეხვდება ეს აჯანყება, საბეეს აჯანყება როცა მოხდება და აი აქ მაშინ დავითმა მას აპატია. აპატია, მაგრამ ნახეთ აპატია ჩემი ხელიდან არ მიიღებს იგივე. მაგრამ აქ ნახეთ ერთ დეტალს ჩემი ხელიდან არ მიიღებს ას ნიშნავს ისაც სოლომონ ჩვენ მე ვილაპარაკებ სოლომონი ხო დავითის ანდერს ასრულებს და ამის კი ეუბნება რომ გაუფრთხილდიო მას და ის მასაც ჭკო ასწავლო, მაგრამ სოლომონთან ეს ყველაფერი იმას კი ნიშნავს რომ მე ვერ მოვკალი შენ მოვკალი ამას კი ნიშნავს შენ ამათ მუღარაპატიებ ხო თუ რამე დააშავე ხო თუ რამე დააშავეს მუღარაპატიებ ეს ანიშნავს მე ვერ მოვკალი შენ მოვკალი მამანდრედო ჩვენ მე ვნახავთ ამას ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ეს განმარტება იმიტომ რომ ჭირდება განმარტება ამ ადგილს
ანდერძის სწორგასას. ხო, ანუ ეს არის არავითარ შემთხვევაში ბოლო დავით შეუძლია, როდესაც უკვე ყავს სოლომონი და სოლომონს დღედამთავარი ყავს და იერუსალიმი მასთან ერთად გუგუნებს, იმ სუფრაზე დააკლას დიდი და პატარა, რომელიც ახლა იერუსალიმის კედლებში მეკმა. არა, დავითის ანდერძი ნაცვალგებას არ გულისხმობს, გულისხმობს მეფის გაფრთხილებას სიფხიზლეზე, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არის. და აი სამე გერაზესეც, ესე იგი, პირველივე შესწომის შემდგომ, ესე იგი, ისიც გამწარებული ჩაიყვანეს შავეთში, რადგან აი ამას აკეთებდა. და ეგ წმინდა წერილი ამბობს, რომ დავითი მაძღარი წლებით ასრულებს თავის მოვაწეობას და ასრულებს ამ ქვეყნიურ ცხოვრებას 70 წლის ასაკში. არ არის ეს ის ასაკი, სადაც შეიძლება ვთქვათ, რომ კაცი მაძღარია წლებით, მაგრამ წმინდა წერილი დავითი ამბობს, რომ ის მაძღარია წლებით. 70 წელზე მეთხანს ვერ იცოცხლა დავითმა, 30 წლის იყო გამეფდა და 40 წლის განმავლობაში იმეფა და გამეფებამდე და გამეფების შემდგომაც დავითის მთელი ცხოვრება გარდა იმ სულიერი ბრძოლებისა, რომელიც მან მიიღო და საბოლოოდ სინანულით ვაჟკაცურად გამარჯვებით დაასრულა, დავითის მთელი ცხოვრება არის ცხოვრება უფლისაკენ მიმავალ გზაზე ხეტიალში განვლილი. ეს ის გზა, საიდანაც დავითს არ გადაუხვევია. კი, ქონდა, ასე ვთქვათ, სისუსტე, ქონდა დაცემა, ქონდა რაღაცა დაბრკოლებების რთულად გადალახვის მომენტები, მაგრამ არასდროს დავითს ზურგი ღმერთისთვის არ შეუქცევია, არასდროს დავითს არ უარყვია ის, რომ მისი უფალი, მისი პატრონი, მისი მბრძანებელი, მისი მხსნელი ეს არის ერთადერთი და ეს არის ღმერთი ისრაელისა, რომელიც წინაშესაც სულ ქონდა რწმენა და სულ ქონდა იმედი, რომ ღმერთი თავის ხალხს არ დატოვებს უპატრონოდ. დავითი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა და ის დაეკრძალა დავითის ქალაქში, ანუ იერუსალიმში. დავითის საფლავი ჯერ კიდევ მოციქულების დროს ცნობილი იყო, ისინი მიუთითებენ დავითის საფლავზე, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ის საფლავი იკარგება, არ ვიცით, თუმცა დღეს იერუსალიმში მაინც მიუთითებენ სივრცეს, რაღაც ადგილს და მიუთითებენ, რომ სწორედ აქ არის დავითის საფლავი. დიდი მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო თხრობა იყო. მით უმეტეს რომ ეს არის უდიდესი მეფის დავითის აღსასრულის პერიოდი, მეფობის ბოლო პერიოდი და ბევრ რამეზე მიანიშნებს ის, რასაც უბარებს სოლომონს, ან სოლომონი როგორ გამოირჩია, ან რა საქმეები ჩააბარა. ძალიან საინტერესოა სოლომონის შემდგომი ცხოვრება, ამ ანდერძის შესრულება. შემდეგ გადაცემაში ანდერძის შესრულებაზე ვისაუბროთ, სოლომონი როგორ ასრულებს მის ანდერძს. და შემდეგ გადაცემაში ასევე ვისაუბრებთ ადონიას კიდევ ერთ შეცდომაზე, კიდევ ერთ მზაკვრობაზე. სოლომონი როგორც თქვით, ყველას აძლევს შანსს, რომ რაც მიიღეს პატიება, შვიდად და წყნარად გააგრძელოს ცხოვრება ერთგულებით და გულწრფელად, მაგრამ მათ არც ერთს აღარ აქვს ლიმიტი შეცდომის. ბოლო შეცდომა იქნება, ვინც დაუშვებს ამის მერე შეცდომას. დავითი აღარ არის ტახტზე ახლა უკვე. დავითი აღარ არის ტახტზე. ამით დავემშვიდობები მაყურებელს, მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.